მოგესალმებით ჩემო ძვირფასო მეგობრებო, დღეს ვიპოვე ასეთი თამაში Roblox-ში, რომელსაც ქვია Travel-Sally. ეს თამაში შეგვიძლია ვითამაშოთ მხოლოდ კომპიუტერზე. არის პერსონაჟზე, რომლებიც ვართ ჩვენ და ვცდილობთ ამ დაწესებულებიდან გაქცევას. არიან მკვლელები და ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ამ მკვლელებს გავექცეთ. ან ჩუმად გავექცეთ, ან კიდე დავხოცოთ და ისე გავექცეთ. თუ მოგეწონებათ ვიდეო აუცილებლად დალაიქეთ, გამოიწერეთ არხი და გააქტიურეთ ზარის ღილაკი, რათა არ გამოგჩეთ მსგავსი ტიპის კონტენტი ჩემს არხზე. აი აქ არის მეორე დანაც, მაგრამ რახან უკვე დანა გვაქვს, ჩვენ აღარ გვინდა მეორე. ეს დანა არ ტყდება, რაც კარგია და მოდით ახლა ჩუმად მივეპაროთ ამას. დაიძინე, ეგ არის, დავაძინეთ ერთი. ავიღოთ ბიტა და წავიდეთ. გავაღოთ კარი. შევიდეთ. სხვადასხვა აი ამ რაღაცეებზე რომ დავდივართ, რა შუშის ნამსხვრევებზე ან ნატეხებზე, ვიღაცა უწყობს თავს მგონი კედელს და ხმა ისმის. ხო, ამ შუშის ნატეხებზე რომ დავდივართ, ხმაური ესმის რა ამ კულელებს, ვისაც დაჭერილი უყავართ. მაგრამ აი ეხლა ნაჯახი ამას ავიღებ და კარგად გამოვიყენებ ამათთან. აქ არის კიდე ერთი ტიპი, როგორც მახსოვს, სატესტოდ მაქვს ნათამაშები, ჩემთვის უბრალოდ გავტესტეთ ცოტა ხანი, რომ ყველაფერი სწორად იყო. ამიტომ აქამდე ვარ მოსული. ამის მერე კარგად აღარ ვიცი. მოდი გავხმაურდეთ. აი, გამოდის. მივცექმოური. მოკალიშ, ეგ არის, დაიძინე შენს მეგობარო, არ ადგე აქედან, კარგი ადგილზე ხარ. წავედით შემდეგი კვლელისკენ. ხო, სხვათა შორის, რამდენადაც ვიცი, რთული თამაშიაო, ამიტომ ეს სავარაუდოდ პირველი ნაწილი იქნება. და თუ მოგეწონებათ და კარგი გამოხმაურება ექნება, მაშინ მეორე ნაწილსაც გადავიღებ და ეხლა ვეცადოთ, რომ ეს მოვკლათ. გამოიქცა და აქეთაც გამოიქცეს და მოკდა. მოკდა რაღა იყო, მოკდა. დაიძინე მეგობარო. ვახ, აი მეორე კლიკით არის მაუსის, მარჯვენა კლიკით არის დაბლოკვა. ეხლა ეს მოკლათ. მოდი აქ. მოდი. ეგ არის. კიდევ ერთი. ეს მწვანე არის healing item-ი, ამით შეგვიძლია დავიხილოთ. ხო, ასევე თამაშის სახელს ვიდეოს სათაურადაც იხილავთ და წეს დაღწერაშიც დავწერ. და თუ არ დამეზარება, თამაშის ლინკსაც ჩავაგდებ. ასევე კომენტარებში ავპინავ, თუ თქვენი თხოვნა იქნება. კარგით, შემოვიდეთ აქეთ. გამოვიდეთ ასე და გავიაროთ. აი აქ თხილად, დავჩეკოთ ყველაფერი. კაცი. მოდი აქ შენ უკნიდან მოგეყარები, არ გამოიხედო. ეგრე კარგი ხარ. გადავიდეთ შემდეგ ოთახში და ვნახოთ რა სირთულეები მოგველის ამ ოთახში. აქ არის ორი კარი და მოდი ქვევით წავიდეთ. კიბეები, ჩავიდეთ დაბლა სართულზე. აგური. გონი აგური უფრო დაგჭირდება ახლა. ორი კარებია. მოდი აქ შევიდეთ. ვახ. თხილად. გაგვინახეს. ვახ, გავიქცეთ. არა, გადი. ვახ, მოვიდა. დავმერთ. წადი. დანით მოკლა შენ ახლა უყურე. წადი. არა, ვახ, გავიქცეთ. ვახ. არა, წადი. არა, არ მომკლა.
წადი. მუტი. არა, წადი, მოდი, ვაიმე, გადი, არა, ვიხუმრე, გადი, ვიხუმრე, წადი. წადი, მეგობარო, ნაჯახით მოვალე ხა იცოდე. ვერ დავბლოკეთ. არა, ეხა მოვკვდებით. არა, გადი, არა. მოვკვდით. კარგი, იმედია აქედან გავაგრძელებინებს, ხო? საიდანაც ვიყავით და იმედია თავიდან არ დაგვაწყებიებს. სად ვარ? კარგია, აქედან ვაგრძელებთ როგორც ჩანს. აქ რამე იარაღი არ არის? ან ფანჯარაში მომეცით ვიღაცამ თორე იარაღის გარეშე. აი, დანები. კარგი, ისე უნდა მოვკლათ, როგორც ჩანს დასკრიპტულია. და ამის აქეთ ვეღარ მოგვდევს, ვეღარ ვხედავს, თუ არ დაენახები, რა თქმა უნდა კიდე. აქამდე ამოვიყვანოთ და მერე მოვკლათ. ჩავიდეთ ქვემოთ, აქ ფრთხილად მაინც არ გამოანგრიონ კარები თქო და ცოტა ცნაური იყო, პიტის ხმა იყო. აბა, მიდი. არავინ არ გაიგო? მადი. გავიქცეთ. რომ მოგდევენ, რა ცუდი შეგრძნება. ერთი წამით. მოდი. ორი დამინახეს. მოხური. არა. დოქჩი ხავთ. ორივე ერთად. ეგ არის დაუბლოკე. შანსი გვაქვს თუ დაუბლოკავთ. ტაიმინგი. მაგრამ ორი რო არიან, რთულია. არა, სად უტყავს? ვაიმე. თავისიანს დაარტყა. იმედია ამას მოვკლავ. არა, კიდე მოვკლეს. ამ სეგმენტს გავივლი და დაგიბრუნდებით. და აი როგორც იქნა მოვახციეთ გასასვლელამდე. დავხოცეთ ეს და აქეთ კიდე 3 კაცი. ძლივს გავიარე. სხვათა შორის 10 წუთი მარტო ამას გავდიოდი და რაც წერს სულ 20 წუთია. ნახევარი ფაქტიურად ამაში დავხარჯე. მაგრამ არა უშავს, ჩვენ ხო ყველაფერი შეგვიძლია, ამიტომ შევდივართ ახლა შემდეგ სახლში. და აი აქ სულ არის კამერები და აი წითელიანი თოდა დამაფიქსირა როგორც ჩანს. ხოლოდ გვაქვს კროუბარი და ვნახოთ რა გამოგვივარა. შევიდეთ კარებში. ამ ლურჯი კომპიუტერის შემდეგ სულ არის ხოლმე safe zone, ამიტომ ვიცი რომ აქ საფრთხე არ მიდის. პირველ რიგში ავიღოთ აგური. და ერთ კაცს უკვე ვხედავ. და შევიდეთ, მოდი. მეორე კაცი. ფრთხილად. არა, დაგვინახა. ცოტა აქეთ მაინც მოვკლავ, სან მე მოვკლავ. მოდი დამრთო. არა, მეორეც მოვიდა. არა. მაინც მოგიგებთ. მოდით. 2-1-ზე. უწესობა. არა, მომკლეს. არა უშავს, მე მაინც მოგიგებთ. გავცოცხლდით. ამ თამაშს აქვს თუ არა დასასრული სხვათა შორის არ ვიცი. მაგრამ ვცადოთ დახურვა. ჩუმად, ნელა, წყნარა, იმედი ეს ვერ დაგვინახავს, ძინავს როგორც ჩანს. მეორე ტიპი, რატო შემოდის სულ ამ დროს? ჩუმად. არაფერს არ ვაკეთებ, მეგობარო, აი წყნარად ვარ. მომეცით დანა. კროუბარი მეზიზღება, როცა მაქვს. ადვილია მაგით თამაში, მაგრამ არ მიყვარს კროუბარი თამაში. კარების გაღებისთვის ასაჭირო და ეს აქეთ რატო მოდის? ეჭვიანო ძმა. კარგი, ჩუმად. ფრთხილად.
მოკუდი არა გავიქეცით ორი კაცი არიან უკვე წადი ძმა ვახ ფეხებში დავიგდე არა მომკლეს კიდევ ორი ერთზე რა წესია ერთ-ერთზე მოდით გავცოცხლდე მალე რა ვაგრძელებთ მიუხედავად იმისა რომ ბევრჯერ მოვკვდით მაინც გავაგრძელოთ თქვენ დახოცავთ სულ ყველას თავარია ეხა მეორე არ შემოვიდეს შუმად მოგდი ვაიმე კიდე კაი თორე დამერხეოდა მომკლავდნენ თან მაგრს მომკლავდნენ ავიღოთ ბოთლი და ვეცადოთ რომ ის ტიპებიც დავხოცოთ იმედი მაქვს რომ არავინ არ მოდის ნაჯახით იმიტომ არ ვთამაშობ თუ შეკითხვა გაგიჩნდათ აქამდე რომ დიდი ენერგია მიაქვს და მაგის გამო მე მარტივად უკვდები, ამიტომ ეგ არ მინდა. შემოვიდა ჩვენი ძვირფასი მეგობარიც და ესეც ამისნაირად იქნებ გაიგო. მე როგორც ჩანს ყრუ ხარ. ესეც მივაკალით, ავიღოთ. იმედი მაქვს ჯერ არ მოდის. მოკდა, მეთქი ავაცილე თქო და ეხა მომიტრიალდება თქო, მაგრამ გადავრჩით. ეს თამაში არის სტელსისთვის არის უფრო სწორად და ვისაც გიყვართ სტელსი, შეგიძლიათ ითამაშოთ და ცადოთ. მაგრამ მაინც ფრთხილად უნდა იყოთ, მე თუ მკითხავთ. საფრთხილო თამაშია. და არ მეგონა აქედან თუ შემოხვიდოდი მეგობარო, ამიტომ ეხლა უნდა მოკვდე სამწუხაროდ. ჩუმად აქეთ წამოვიდეთ, იმედი არავინ არ არის. ჩავიგუზოთ. რატომ გონია რომ ისევ აქედან მოვა? არა და კარი იქაც არის. მე კიდე ხმა ვერ გაიგო. აშკარად ხმა ვერ გაიგო. ამიტომ ახალი რამე ბოთლი ავიღოთ და ვისროლოთ. ჯო რაღაც ხმებია და ეს მოდის თუ აგურის ხმებია. იქნებ ხა მოვიდეს. იქ რამდენი კაცია როგორ მაინტერესებს. კაი, მეორე კარიც იყო იქ დასაწყისში როგორც დავინახე და ახლა წავალ და ვნახავ ამ კარებს გავაღებ თუ არა. დაკეტილია. იქ უნდა გავჭრათ წესით და მოდი ავიღოთ ნაჯახი და ვცადოთ ნაჯახით მაგის გაჭრა და იქნებ შევიდეთ. ლოგიკურია. კარგი, ერთი წამით მივიდეთ კართან. არა, ნაჯახი არ მუშაობს, მაგრამ ეგ წერან ეგეთი დასაწყისში არ გავჭერით, უფრო სწორად ეგეთი. დანით, მაგრამ დანა, აი დანა. დანით უნდა გავჭრათ წესით. ნაჯახით ვერ, მაგრამ დანით გავჭრით. ჩემ პერსონაჟი ძალიან იღლება ამ სირგლით, მაგრამ არა უშავს. თუ არ დაიღალე და საქმეც აკეთე, ეხა ეგ როგორ გინდა. ეხლა როგორც ჩანს, ორი კაცია დარჩენილი. ამ ორი კაციდან უნდა მივიქციოთ ერთ-ერთის ყურადღება როგორმე. ესე თუ ვიზავთ. იმედი მაქვს ერთ-ერთი წამოვა, მაგრამ არ მოდის. რა გინდა?
აქეთ წამოვიდეთ. ცოტა დავძაბოთ სიტუაცია და ამას მოთლი არა აქვს. რაც ცუდია. და ეს ვერ დაგვინახავს ერთ-ერთი მაინც რო წამოვიდეს. კარგია. გასახალიც კი. თავარი ეხლა ამას მოუგოთ. ბრმახა? ვახ, მეორეც გთხოვარა. არა, იცოდა. არა და რა ახლოს ვიყავით, გთხოვ. შენდა მოკვდე. სანამ ის მოკვდე. ანდა კარებთან უნდა გავიქცეთ და გავაღოთ კარი. მესამეც? ვახ. არა მომკლეს, არა და ძალიან ახლოს ვიყავით, არა. მეზარება ამ კაციდან ყავა. ამ სეგმენტსაც გავივლი და დაგიბრუნდებით სავარაუდოდ, იმიტომ ამაში ვატყობ ძალიან დიდი დრო წავა, ამიტომ ან ავაჩქარებ, ან ამოვჭრი კადრებს. არა, მაინც ვერ დავბლოკე. არა, ვერ დავბლოკე და მომკლეს, კიდე მომკლეს, ყველაზე რთული თამაშია. მოკლედ, მეგობრებო, ჩვენი ვიდეო დასასრულს მივახლოვ და ვერ გავიარე ეს მონაკვეთი. ძალიან ბევრი ვეცადე მართლა, უკვე 50 წუთია ვიდეოს ვიღებ და ვწერ, მაგრამ ვერ გავიარე უბრალოდ. შანსი არა ამ თამაშს დაუბრუნდები და ესე არ დაუნებდები, მაგრამ მეორე ჯერზე შეიძლება მარტო არ დაუბრუნდე. ამ თამაშს აქვს მულტიპლეიერი და ამის გავლა სოლოზე, მე ყოველ შემთხვევაში არ შემიძლია, თქვენ შეიძლება შეძლოთ. იმიტომ რომ უბრალოდ აქ ძალიან ბევრი ადამიანია ისეთი, ვინც მოდის და პირდაპირ გირწყავს რაღაცა, 5 კაცი მოდის კლავს. ხო და შემდეგზე დავბრუნდები და ამ თამაშს სახეს გავაძრობთ. ამიტომ ამისთვის საჭიროა თქვენი ლაიქი, subscribe და ზარისღელაკის გააქტიურება, რათა არ გამოტოვოთ შემდეგი რაუნდი ამ თამაშთან. ამ თამაშს აუცილებლად დავხურავ, იმედი მაქვს, რომ დასასრული აქვს საერთოდ. მადლობა რომ ამ ვიდეოს ბოლომდე უყურეთ, დალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი. მე კიდე გნახავთ შემდეგში. მადლობა კიდევ ერთხელ ყველას და ნახვამდის.